ანუ არიან ადამიანები, ყოველთვის იქნებიან თქვენს გარშემო ადამიანები, რომლებიც თქვენ აი ამ სურვილებს მოგიკლავთ. გაგანადგურებენ, იმედებს გაგინადგურებენ და ოცნებებს ჩაგიკლავენ. დედა, ქმარი, შეყვარებული, არ ვიცი. უბრალოდ მეგობარი. შეიძლება რომ რაღაცნაირად ისე შემოგხედოს, რომ ისეთი რაღაც გითხრან, რომ ყველა ოცნება რაღაცნაირად დაგიმსხვრიონ. მაგრამ არ დანებდეთ. თქვენ თავში იპოვეთ რწმენა, იმის რწმენა იპოვეთ, რომ ხართ ქალი, რომ ქალჩვენ ჩვენ შეგვიძლია რომ ვიყოთ. მოგესალმებით. გამარჯობა. თქვენ როგორ გრძელდებით? მადლობა ძალიან დიდი. ჩვენ ქალებს შეგვიძლია ვიყოთ დედა, ვიყოთ მშობელიც, შვილიც, ჩვენი საქმე გქონდეს, ლამაზად გამოვიყურებოდეთ, მოწესრიგებულები ვიყოთ და ამის გარდა კიდევ ბევრი რამე ვაკეთოთ. მე შეიძლება ცოტათი რაღაცნაირად ისეთი გამოსვლები მაქვს, მაგრამ მინდა რომ ქალებო იცოდეთ, რომ თქვენ ხართ ძალიან მაგრები, ძლიერები, ყველაზე კარგები. ბევრი რაღაც შეგიძლიათ და ბევრი ბულინგის, დაცემის, უარის თქმის, სტრესის მიუხედავად არ დანებდეთ, იმიტომ რომ რთულია. ჩვენ გზას გავდივართ ცხოვრების ყოველ დღე, როგორც შეგვიძლია, მაგრამ იცოდეთ, რომ მე ვარ გოგონა. მოდივარ, რომელიც ცხოვრობდა სოფელში, რომელიც არ სწავლობდა კარგად, აბულინგებდნენ სწავლის გამო. ჩამოვიდა თბილისში, გამოიქცა სახლიდან, მუშაობდა 6 სამსახურში მგონი ერთდროულად. და მაინც ბევრი ბულინგის, ბრძოლის, უარის თქმის, დაცინვის, გაუპატიურების, ღალატის, მეგობრების ღალატის, საზოგადოების, ძალიან მიტოვების, ძალიან როგორ აგეხსნათ, ბევრი ეტაპი გავიარე ცხოვრებაში. აი ისეთი ეტაპი გავიარე, შეიძლება მე არ გეუბნევით, მაგრამ არ არსებობს, არ ვიცი. აი ამ ძველ ცხოვრებას ვცემ პატივს, რომ ჩემი პრობლემების მიუხედავად ვდგევარ ფეხზე, დრამების მიუხედავად, გულისწყენის მიუხედავად ვდგევარ ფეხზე, რომ ძველ თამოს, რომელიც არ აქვს უფლება იმ გოგოს, რომელიც ამდენი იბრძოლა, აი აქ, როცა ბავშვობაში ტელევიზორი მქონდა, აი ასე რომ ატრიალებდით, ხო იცი, ანტენები რო იყო, ანუ სად იყო მაშინ რაღაც ესეთი ტელევიზორები. ვუყურებდი ტელევიზორიდან ბატონ ლევანს, მის მეუღლეს, არ ვიცი, ყველა ცნობილ ადამიანს და ვერც კი ვიოცნებებდი, რომ მე, რა ვიცი, 34 წელსასაკში, აი აქ დავდგებოდი, აი აქ და პატარა როლს ვითამაშებდი, პატარა როლს, რაღაც. პატარა გინდ ძალიან მნიშვნელოვანი როლი მქონდა, მაგრამ ისე ვიძახი. ასე რომ ჩემოსაყვარლებო, ქალებო, თქვენ გეხებათ. არ დანებდებთ, მიყვარხართ. უდიდეს ძალას მაძლევთ. მადლობა თქვენ, რომ ხართ ჩემთან ერთად. მადლობა ყველა followers, ვინც ყველა ხართ ნამდვილები, არც ერთი ნაყიდი და დამატებული არ მყავს. ასე რომ ყველა ხართ ნამდვილი ადამიანები. მიამაყებით, მიყვარხართ და მე იცოდეთ, რომ ჩემთვის თამოსკინზე მინდა რაღაც გითხრათ. უბრალოდ ბიზნესი არ არის თამოსკინმა მე ძალიან გამაძლიერა. თამოსკინმა მასწავლა ბევრი რაღაცა, თამოსკინმა შემიცვალა ბევრი რაღაც და ჩემთვის ეს კომპანია არის როგორც შვილია. და წინ ძალიან ბევრი რაღაც გელოდებათ. იმედი მაქვს შემდეგი ნაბიჯები, რაც მაქვს ცხოვრებაში დაგეგმილი ამ 1 წლის განმავლობაში, იქნება ისე დაგეგმილი და ისე იქნება ყველაფერი, როგორც მინდა რომ იყოს. ამ
ვითომ რაღაც ხალიჩების უკან ძალიან ბევრი სტრესი, ნერვიულობა და ყველაფერი იმალება, რა თქმა უნდა, რაც თქვენამდე არც მოდის და არ ვფიქრობ, რომ უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ რა ვიცი, არ მინდა დაგსტრესოთ, თქვენი დასტრესვა გეყოფათ ცხოვრების, რაც გააქვიძრე თამოს ნერვიულობით და თამოს რაღაცებით დაისტრესოთ. მაგრამ აუცილებლად იპოვეთ თქვენი გზა და ეცადეთ, გოგოებო, თქვენი რაღაც გქონდეთ, ეცადეთ, რაც არ უნდა ფულიანი მამა, ქმარი, შეყვარებული, საყვარელი, არ ვიცი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ უნდა გყავდეთ, თქვენი საქმე იპოვეთ, რაშიც იპოვით სიყვარულს, რაშიც იპოვით თქვენ თავს, რომ ის გაზარდოთ. ისეთი საქმე არ გააკეთოთ, რაც უბრალოდ ფიქრობ, რომ აი რაღაც ეს უბრალოდ ეს თქვენი უნდა იყოს, უნდა გავსებდეთ, უნდა იღვიძებდეთ დილით ამით და უნდა აღამებდეთ ამით, უნდა გინდოდეთ ეს ყველაფერი. ეს მე ვიპოვე. ეს არის ჩემთვის თამოსკინი. და ჩემი შვილები, რა თქმა უნდა. ხო და მინდა იცოდეთ რა დონემდე მიყვარს ჩემი კომპანია. ძალიან მიყვარხართ, მადლობა ბევრი მესიჯებისთვის. გუშინ ძალიან მართლა ვღელავდი რეალურად. მადლობა ასეთი დადებითი გვერდში დგომისთვის და წინ ჭირდება თქვენი გვერდში დგომა. წინ ძალიან რთული დღეები მელის ცხოვრებაში, ახალი ეტაპები მაქვს ცხოვრებაში, კარიერის მხრივ. რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კასტინგი მაქვს სერიალში, ფილმში. თეატრს დავამშვიდობები დაახლოებით თვენახევარი. მომიწევს რომ დავამშვიდობო, იმიტომ რომ ბევრი საქმე მაქვს იტალიაში, ამერიკაში, კორეაში და ასე შემდეგ. მაგრამ თქვენი იმედი მაქვს, რომ გვერდში ამომიდგებით. ძალიან მიყვარხართ. მშვიდობიან კარგ საღამოს გისურვებთ და მადლობა, რომ ასეთი მაგრები მყევხართ.